მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მოთხოვნით აბონ ციციაშვილი ექსპრესად გამოვიდა დღეს. ჭიქა არ მაქვს, იმიტომ რომ ყავა უკვე დავლე და წყვილად ხო არ დავიჭერ ჭიქას და ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა Global Summit-ზე, სადაც ჩვენი პირველი ლედი, დიდებული სახელისა და გვარის მატარებელი თამარ ბაგრატიონი მიიწვია მელანია ტრამპმა. მოდი ჯერ ვთქვათ ერთი რამე, რომ მელანია ტრამპს პირადად არ მიუწევია, ამას აკეთებს სპეციალური სამსახურები, ამას აკეთებს პროტოკოლი და ნუ მიიწვიეს ძალიან კაი გაყო მთელი დელეგაცია. აგერ ლაშხმა თქვა, რომ აავსო, ქები თუ აავსესო ჩვენი პირველი ლედიო, რა თქმა უნდა აავსებდნენ. ისე იცოდეთ ერთი რამე, რომ არასოდეს ამერიკელი არ დაქცინებს იმასთან დაკავშირებით, რომ შენ ამერიკელი არასოდეს დაგაბულინგებს იმასთან დაკავშირებით, რომ შენ ძლივს ლაპარაკობ ინგლისურად, პირიქით გეტყვის, რომ oh you speak such a great English. ეს აქვთ ამერიკელებს და კიდევ მე მახსოვს, რომ კიდე რო ის რომ რუსულად ლაპარაკობთ, ქართულად ლაპარაკობთ, ზოგიერთი საქართველოს თბილისელი სონკურათაც ლაპარაკობს, მოკლედ ეს ძალიან მისასალმებელი ამბავია. მე არ ვიცი, იყო თუ არა დაგეგმილი თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა, თუ ეს იყო აი ესე randomly chosen, ეს არის გასარკვევი. იმიტომ რომ როგორც მე შევამჩნიე, ეს ქალბატონი არ იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ ეგ სიტყვით უნდა გამოსულიყო, თორე ის აუცილებლად იმეცადინებდა, იმიტომ რომ პრონაუნსი ძალიან კარგი აქვს ინგლისურის, მშვენიერი პრონაუნსი აქვს. მაგრამ არც ის დავინახე, რომ სათვალე ეკეთა და შესაძლებელია სათვალე დარჩა და ძლივს კითხულობდა იმ ტექსტს, რომელიც ეგონა რომ არ უნდა წაეკითხა. მაგრამ დღეს ისეთი სიტუაცია მსოფლიოში, ნებისმიერ სიტუაციაში, რომ აი ზარქუას ვითომ შემთხვევით გადაღებულიც შესაძლებელი ყოფილიყო სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი. დღეს აი სპეცსამსახურები როგორ არის, იცით, აი აისბერგივით არის, რასაც ხედავთ 10 იმდენი ქვემოთ არის და დღეს მთელი რიგი სამუშაოები მიდის მათზე, სპეციალურ სამსახურებზე. ამიტომ ჩვენ გამოვჩდით კიდევ ერთხელ სუსტები, დაუცველები, მომზადებლები, ცოტა სამარცხვინოებიც კიდევაც, ხო? მე თვითონ ქალის ბულინგი არ მსიამოვნებ, ნუ რა ვქნა, ადრე წონაზე აბულინგებდნენ და დავდე კიდევაც პოსტი და მომესივნენ. შენო რას რეებს წერო, აგერო, ისო ელენე ხოშტარია ციხეში გავშო, ეგეც 4 შვილის დედა არისო. ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსია, ქვადაკლდე ფოლადი ქალია. ხა მაგას შეაშინებთ ციხით? მე ხარ არ მგონია რომ სპეცსამსახურებმა დაუგეგმა ის რომ ამას სათვალე დარჩა თუ წვრილი შრიფტით ხონდა წაკითხვა არ შეეძლო, მაგრამ ერთხელ რომ წაბორძიგდა ქალი აღელდა მე განერვიულდა და მე ეს დომინოს პრინციპივით მოყვება. პირველი ნაწილი გადასარევად წაიკითხა მშვენიერი პროგნოზი, მაგრამ ამერიკამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ თქვენ ქართველებო ხართ დუპლეტები სპეცსამსახურებს მიუმართავ, პროტოკოლის სამსახურებს მიუმართავ, აი უკაროეშ და იმ სასწავს მიმართავ, რომ ხართ ძალიან მაგარი სირები, რომ აი ესე წარმოვჩინდით სუსტად, რომ არც ერთ სფეროში პროფესიონალი არ გვყავს, განსაკუთრებით კი აი ესეთ პროტოკოლურ სფეროში, როგორ დავსვავდით და წაგაკითხებენ, არ წაგაკითხებენ, ამ ტექსტს 1000-ჯერ წავაკითხებდი, ბოლო-ბოლო ერთი ბეწო ტექსტი იყო და ზეპირათაც ახლა მე დავიმახსოვრე. მოკლედ დაგვანახა, რომ მაგარი უპატრონოები ვართ. რომ ესე იგი ყველანი შეშჩერებიან ბიძინას. აი მე ბიძინა მიცის, ბიძინა ლოცაკურთხევა გამოგვიგზანა, რა ვქნათ, როგორ ანერად. ყველგან არაპროფესიონალიზმია. განსაკუთრებით პროტოკოლის სამსახურებში მეგობრებო და აი შედეგით სახეზეა. ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახეს ამ სამიტით, რომ ვართ ჩაჯმული ქვეყნიდან. და ჩაჯმულები მანამდე ვიქნებით, სანამ აზერზე არ მოვალთ, ხიდზე არ გავალთ და ამერიკისკენ არ გადავწევთ ჩვენ ისრებს. ირანიც გაინტერესებთ. ირანის საქმე დამთავრებულია, ხალხო, გაიგეთ ეს ამბავი. მერე იქნება კუბა უკვე დამთავრებულია, მერე იქნება რუსეთი და ჩვენ ეს იცოდეთ. ჩვენ ვართ დღეს რუსეთი. თქვენ თავს ნუ იტყუებთ, რომ რუსეთი არა ხართ. აი რუსეთს რომ მოხნავს, ჩვენ ავტომატურად მივხვდებით. აბაჰე